პირველი კომპანიები, რომლებიც მიხვდნენ, რომ აი ჩვენ შეგვიძლია მანიპულაცია Google-ის აძიებო სისტემაზე, მათი შორის მილიონები. ჩვენ ახლა ვიღებ 2002-2003 წელს, როცა Google ახალი ამბავია, სულ რამდენი კომპანიას აქვს საიტი, მაგრამ ვისაც აქვს, მოკლედ ძალიან მაგრა არის. შეიძლება 1-2 პროგრამისტი იშოვეს, სადღაც სან-ფრანცისკოში, ასე შემდეგ და დაიწყეს SEO-ს გაკეთება, რომელსაც მე დაერქვა უკვე SEO რამდენიმე წლის შემდეგ. რა გააკეთეს? მათ სანამ ბაზარი მიხვდებოდა, რომ ეს უკვე მეთოდოლოგია იყო და ყველას უნდა გაეკეთებინა ეს ამბავი, მათ უკვე იშოვეს მილიონები და მილიარდები. ზუსტად იგივე სიტუაცია არის ახლაც. ChatGPT-ს ჩუმად მიიღავს მოხმარებლები ბიზნესამდე, მაგრამ ბიზნესებმა არ იციან, რომ ეს ხდება. ახლა იწყებენ ამის გააზრებას. და ეს კიდევ უფრო დიდი ამბავია, ვიდრე ადრე იყო SEO, იმიტომ რომ ChatGPT, როგორც გეორგიმ თქვა, პირდაპირ გეუნება ერთ პასუხს. გეუნებ რომ მოდი წადი და აქ გასინჯე მაგალითად პიცა. წადი და აი ამ მაღაზიიდან იყიდე ფეხსაცმელი. ამიტომ ეს არის რადიკალური ცვლილება არის. ადამიანს აღარ უწევს შემდეგი სტეპების გავლა, რომ მოდი მე მეორე მესამე ლინკს ვნახავ, იქ შევადარე პროდუქტებს და ასე შემდეგ. არა. ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ გეუნება რა იყიდო, პირდაპირ გეუნება რატომ უნდა იყიდო და გაძლევს ლინკს და მისამართს აი დარეკე აქვს, ან დააჭირე მოდი ამ ღილაკს და ეგრევე მოგივა სახლში ეს შენი სასურველი პროდუქტი. აი ეს არის მთელი განსხვავება, ანუ მთლიანად იცვლება user experience-ი, როგორც იყო აქამდე Google-ის ერაში და როგორც იქნება დღეის შემდეგ, ანუ ხელოვნური ინტელექტის ერაში.